მცირე ასე ვთქვათ შეფასებას გავაკეთებ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნის. შეიძლება ითქვას, რომ გასული 2015-16 წლის კრიზისის შემდეგ უკვე სტაბილიზაციისკენ საკმაოდ კარგი ნაბიჯებით მიდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამას ადასტურებს არა მარტო სტატისტიკის სამსახურის მონაცემები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ყველაზე მთავარი რაც არის ესენი კიდევ უფრო კარგ პროგნოზებს აკეთებენ. ფაქტია, რომ რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართულებით ზრდის მაჩვენებელი, აგრეთვე ის, რომ ეროვნულ ბანკს აქვს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მაქსიმალური მაჩვენებელი და რით არის ეს გამოწვეული ამას. ეს ძირითადად არის გამოწვეული გადმორიცხვებით, უცხოეთიდან გადმორიცხვებით და ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავლებით. Რა თქმა უნდა, აქ არის გარკვეული წილი ექსპორტის, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. ძირითადი მაინც ჩვენი შემოსავლები ამ ეტაპზე ეს არის ტურიზმი და ეს არის გადმორიცხვები, რაც ფიქრობ საკმაოდ მოწყვლადი მიმართულებაა, იმიტომ რომ იმ რეგიონებიდან იმ ქვეყნებში ერთი საკანონმდებლო ცვლილებაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ ქართულ ასე ვთქვათ საფინანსო სისტემამ, ქართულმა საფინანსო სისტემამ მიიღოს დარტყმა და სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამის მაგალითები გვქონდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. რაც შეეხება ჩვენს ექსპორტს, სამწუხაროდ ექსიმპორტის მაჩვენებელი ისევე როგორც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღესაც მკვეთრად უარყოფითია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აშკარად აღემატება შემოტანილი პროდუქცია გატანილს, რაც რა თქმა უნდა დარტყმას აყენებს ხელს უწყობს უცხოური ვალუტის გადინებას საქართველოდან. რაც შეეხება ასევე ექსპორტს, განსხვავება იმაშიც, რომ ექსპორტზე საქართველოდან ძირითადად გადის ისეთი პროდუქტები, როგორიც არის ფეროშემატნობები, ასევე ლითონები და ასე შემდეგ. შემოდის ასე ვთქვათ, არასტრატეგიული პროდუქცია. კი ბატონო, ეს მინდოდა მეთქვა, რაც შეეხება თანამედროვე გამოსავალი, რა შეიძლება იყოს ამ ეტაპზე ცოტა გაცრავად მსოფლიო ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით დღეს მსოფლიო ბაზარი ისეა გადაჭედილი და ისეა გადავსებული, რომ ძალიან ძნელია ჩვენი რესურსებით იქ მოვიკიდოთ ისე ფეხი, რომ გავხდეთ მნიშვნელოვანები, სტრატეგიული მნიშვნელოვანები, წეგალ ჩინეთის მაგალითი და ჩიპების მაგალითი ვახსენეთ მაშინ, როცა ფორდის ქარხანა პრაქტიკულად გაჩერებული იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის მანქანები და ჩინეთიდან ჩიპების მიწოდება იყო შეფერხებული, ასე რომ ვთქვათ და შესაბამისად თუ ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ თანამედროვე იმის გამო, რომ გავხდეთ აქტუალურები მსოფლიო ეკონომიკაში და ვიყოთ ინტეგრირებულები მსოფლიო ეკონომიკისთვის, თუ ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე გავაკეთებთ აქცენტს და წეგან როგორც ბრძანეთ, ძალიან რთულია ეს რომელიმე ქვეყანამ დათმოს და უშუალოდ ესეთი სტრატეგიული, მაგრამ თუ ამ მიმართულებით გადავდგოთ ნაბიჯს და თუნდაც ერთი-ორი ისეთი პროდუქციის წარმოებას, რაც იქნება მნიშვნელოვანი წამყვანი, ასე ვთქვათ, ინდუსტრიის ქვეყნებისთვის, ეს საქართველოს აქტუალიზაციას მსოფლიო ეკონომიკის და ინტეგრაციის ხარისხს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაზრდის. რაც შეეხება რისკები და შესაძლებლობები, რაც შეიძლება იყოს საქართველოსთვის ევროკავშირთან და დასავლურ ბაზრებთან ეკონომიკური გაღრმავებით, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება ეს ცალსახად პოზიტიურია, მაგრამ შეიცავს ასევე რისკებს, როგორც წეგანი თქვა, სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ვაჭრობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას, როგორც მახსოვს, მაშინ თაფლზე და ნიორზე იყო მხოლოდ ნებართვა, ისიც გარკვეული. ევროკავშირში იმდენად არის უკვე გადანაწილებული, იმდენად არის გაჯერებული ევროკავშირის ბაზარი, რომ ძალიან რთულია შევაღწიოთ, თუმცა რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, ოღონდ ეს არ მოხდება დღეს და ხვალ და სამწუხაროდ არის ბევრი რაღაც მექანიზმი იცავს თავს. კი ბატონო, კი. ისაც საზოგადოება აიცის, გონია რომ როგორც ჩვენ ვშვეთ მარტივად, ისე შეიძლება. კი ბატონო, ეს უბრალოდ თვითონ
კიტრის მოხრილობის მაჩვენებელიც კი განსაზღვრულია ევროკავშირის ბაზრისთვის, რომ ეს პესტიციდების მაჩვენებელი შეიცავს და ეს უკრაინის და პოლონეთის მაგალითი ყველა საფრთხე ამბავია ეხეს პოლონეთში რომ უკრაინიდან არ შესულიყო მასშტაბური. კი ბატონო, კი. და ევროკავშირის ბაზარი საკმაოდ ასე ვთქვათ. რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, პრაქტიკულად ეს ქვეყნები, რომლებმაც ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე შეიძლება მოახდინოს გავლენა მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთი და ეს არის თურქეთი. რა თქმა უნდა, თავის მხრივ სომხეთი, აზერბაიჯანიც, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ასე ვთქვათ, თურქეთთან და რუსეთთან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა ყველაზე მეტი, დიდი მოცულობის. თურქეთთან სამწუხაროდ მკვეთრად უარყოფითია ექსიმპორტის შეფარდება და როგორც ვამბობ, გადის ესეთი სტრატეგიული მასალები, როგორიც არის ჯართი, ლითონები, ასე შემდეგ და შემოდის ესეთი გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია ძირითადად, რაც შეეხება რუსეთს, ვფიქრობ, ზოგადად ომების ძალიან დიდი ნაწილი მსოფლიოში გასაღების ბაზრისთვის მომხდარა, ასე რომ ვთქვათ, და ესეთი გასაღების ბაზარი, როგორიც არის რუსეთი, არ უნდა დავაყენოთ, ვფიქრობ, იმის ქვეშ, კითხვის ნიშნის ქვეშ და არ უნდა გავრისკოთ ამ ბაზრის დაკარგვის მიმართულებით, იმიტომ რომ მცირე მაგალითს მოვყვანთ 2024 წელს ღვინო რუსეთში გაიყიდა 183 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა რუსეთში, რაც იყო რეკორდული მაჩვენებელი, ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და დღესაც ასეა.